მე შენ მაგონებ ბობოქარ ზღვაზე განმარტოებულ უაფრო ანძას მე შენ მაგონებ მიუვალ მთაზე ნისლით შესუდრულ ღვთაებრივ ტაძარს სიცოცხლე ჩემი ბეწვზე ეკიდა და უარყვეს ბრძანება ბედის კვლავ განმეორდა მარად ერთი და უკანასკნელი სიმღერა გედის იმ დღეებში ზღვა თითქოს განსხვავებულ ფუნქციას იძენდა მას საკუთარ ტალღებში დასავიწყებლად უნდა ჩაებრუნებინა ისტორია ის უმძიმესი ამბები რაც ნაპირზე ხდებოდა სოხუმის ქუჩებში დაუმარხავი მიცვალებულები ეყარა ქალაქში სროლის ხმა ისმოდა მოსახლეობა გარეთ ვერ გამოდიოდა ადამიანებისგან დაცლილი ქუჩები მაგრამ სოხუმურ ეზოებში უცნაურად თითქოს ყველას დასანახად თავგანწირულად ყვაოდნენ ულამაზესი ყვავილები აზბეგის ქუჩის ბოლოსკენ რუსმა მოხუცმა ქალმა ჩაიარა და გზად დაგდებული ყდა შემოცლილი კაცრეცილი ფოტოალბომი დაინახა სამახსოვრო წარწერა შემორჩენოდა რომ რომელიღაც წელს აფხაზეთში სოსო გრიშაშვილი მეუღლესთან ერთად ჩამოსულა და ეს ფოტოალბომი სოხუმელი პოეტისთვის ეთერ სამხარაძე ჭღამაცისთვის უჩუქებია სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად ფოტოებზე წინაპრებთან ერთად სხვა ქართველი და აფხაზი პოეტები იყვნენ აღმოჩენილი ქუჩაში დაგდებულ ალბომს ეგრეთ წოდებული ბოევიკების ჩექმის კვალი აჩნდა ნამდვილი ჯარისკაცები ხომ ასეთ კვალს არ ტოვებენ ისტორიაში კარლო კალაძე მისი მეუღლე ეს ჟოხტაბერიძე ეს ნონეშვილი ეს დედა ჩემი აი ამ ალბომს ჰქონდა ყდა სპილოს ძვლის და აი ყდის ქვემოთ აი ეს აქ წარწერა არის და ეხლაც აგერ ძვლის ჩანს გრიშაშვილის ხელმოწერა და წარწერაც კარგად თუ დააკვირდებით რაღაცა ამოიკითხავს კაცი 27-ში სოხუმი რო დაეცა იმ დღეს მამა სახლში ეზოში მოკლეს დაიძახეს კი ხუტა და აივანზე გამოვიდა და აგერავა რომ მე ხუტაო და პირდაპირ ესროლეს არც დაუხამხამებიათ თვალი ისე და მოკლეს ეზოში მეზობლებმა უთხრეს რომ როგორმე დავგრძალოთო ეს ბატონი ხუტა და ყველა ერთმანეთს მოეხმარა და ეზოში დაგრძალეს ამეჩემი ჩვენი სახლის ეზოში ამის შემდეგ დედა ჩემი ძალიან ესე იგი იყო საშინელ დღეში ჩვენ სულ რეკავდით და ვეხვეწებოდით დედა გამოდი დედა ხო ხედავ როგორია რთული სიტუაცია სოხუმში აფხაზეთი ასე დაეცა და შენ რატო დარჩი და გამოდი დედა არაფერს არ დატოვა მამა ჩემის ცხედარი 40 დღე და 40 დღის შემდეგ მე აუცილებლად შეიძლება დაგიბრუნდებით მეზობლად ცხოვრობდნენ ქალაქის პროკურორი იყო ბატონი ბიჭიკო ბარამია და მისი მეუღლე ესენი ჩვენი მეზობლები იყვნენ და ამათმა დედა წაიყვანეს თავიანთ სახლში ჩვენ არძიმბას ხელმოწერით გვაქვს ხელშეუხებლობის ბარათი და დაცული ოჯახი ვართ ეთერი და შენ ჩვენთან უნდა იყო. ნუ წაიყვანეს დედა ყოველ საღამოს დედა ჩუმად მოდიოდა მამას საფლავთან იმ ეზოში და წარმოიდგინეთ თქვენ რა დღეში იყო დედა ჩემმა ძმებმა
ოქტომბრის რაღაც შუა რიცხვებში იპოვეს გზები, რომ როგორმე აფხაზები გაიცნეს ბიჭები და თხოვეს, რომ დედა გამოგვიყვანეო. და მიაკითხეს, სადაც დედა იყო. მიაკითხეს იქ და ეს ბიჭები დაბრუნდნენ საზღვარზე და ჩემი ძმები იქ ელოდებოდნენ პასუხს და უთხრეს, რომ 3 დღე რაც გაიყვანეს ესენი, მოაკითხა მანქანა, დაკითხვაზე ხართ დაბარებულიო და გაიყვანეს ეს ბატონი ბიჭიკო, მისი მეუღლე ქალბატონი მედეა და დედა ჩემი. დაკითხვაზე ხართო და დედას რატომღაც ეს ალბომი ჩაიხუტა გულში ეთყობა უნდა დაეჩვენებინა, რომ აი ჩვენ აფხაზები, ქართველები როგორ რა ვართ ერთმანეთთან და რაღაცნაირად აი ეს ალბომი ფიქრა იყო ხსნამი ისთვის და ეჩვენებინა ვინმესთვის, მაგრამ ამას კაცშვილმა ყურადღება არ მიაქცია არაფერი და წაიყვანეს დედაც და ეს ჩვენი მეზობლებიც 9 აპრილის მემორიალთან და იქ დახვრიტეს 3. ეს ალბომი დედას ეკავა ხელში, ეთყობა მაშინ ისეთი წვიმიანი ამინდი იყო, ეს დედა ჩემი ასე უხეშად მანქანაში კრეს ხელი ამ მედეას ამას და ეთყობა გაუვარდა ეს ალბომიც და ეგდო ქუჩაში. როდის ნახა გამლელმა, რო გადაშალა ალბომი ნახა და იცნო დედა ჩემი, რა თქმა უნდა და ვაიმე ეს ეთერის ალბომია და აიღეს ეს ალბომი და მე გამომიტანეს აქეთ. იმ დღეს მეგონა დედა ჩემი მოვიდა ჩემთან ცოცხლად. ომსაც თავისი წესი და მორალი აქვს. ასე ფიქრობდა ოჯახის მამა და ცოლ-შვილს სანუგეშებდა, შეუძლებელია ჩვენ გვესროლოსო ვინმემ. ამიტომ ისინი მთელი წელი ტყუების ზუზუმშიც კი არ ტოვებდნენ მშობლიურ სახლს და აფორიაქებულ მშობლიურ ქალაქს. მაგრამ ეს ომი ყველა წესისა და კანონის გარეშე წარიმართა. პოეტი ქალის გაოცებულმა ტკივილჩამდგარმა თვალებმა ვერ შეაჩერა ისინი. შეშინებული სოხუმელი მოსახლეობის ჩაკეტილი ფანჯრებიდან და დაგმანული დარაბებიდან არ ჩანდა როგორ წაიყვანეს და როგორ დახვრიტეს პოეტი ქალი თავის ერთგულ მეზობლებთან ერთად. მაშინ სოხუმის ქუჩებში დაუკრძალავი მიცვალებულები ეყარა. ეს ქალაქი ამ პოეტი ქალის დიდი სიყვარულის ქალაქი იყო. ის უყვარდა უკანასკნელ ამასუნთქვამდე. არმჯერა თვალი არ შეავლო ნაცნობ საკირეს, მხრებზე წამოდგმულ ქარაფებით თავს რომ აკვირვებს, ანდა იმ ბილიქს რომ დამდგარა განმარტოებით, გაჩირაღდნებულ სიმცეცხლოვან ტრიმლის რტოებით, რას იოარხევს ახლა ნეტავ, ფოთლებს ალისფერს, ცეცხლს რომ უშენდნენ ტრიმლის ძირას მთლემარ დილის ხმებს, რასევდა ფარავს ამ შვენიერ შველის ნაკვალევს, ერთ ციცქნა მკერდში 10 ტყვიაც რომ არ აკმარეს. ეთერი მე მახსენდება, პირველად წარმომიდგება მშვიდობის გამზირზე მომავალი, უმეტეს შემთხვევაში ყვავილების თაიგულით ხელში. ან ყვავილებით დადიოდა, ან პროვიანტის რაღაც თუ სწორად მახსოვს, პროვიანტის ყავისფერი ჩანთით. დიასახლեցი და დედოფალი ერთდროულად. ყვავილებს ჩუქნიდნენ მისი თაყვანით მძემლები. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ხშირად უწყობდნენ შემოქმედებით საღამოებს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები. ეთერი იყო
ულამაზესი ადამიანი. იშვიათი სილამაზესი. მე ასეთი როგორ თქვა, გადაფრენილი წარბები, არწივის ფრთები გაშლილი. არც კი მინახავს. მოდიოდა ქუჩაში და მოანათებდა. საოცარი ლექსები ქონდა, საოცრად ფაქიზი. ეფერებოდა ყველაფერს. თელი მის შემოქმედება არის სიცოცხლის სიყვარული. რომ ისე უყვარდა სიცოცხლე, ისე უნდოდა სულ ეს ურთიერთობები ხშირი ქონოდა ადამიანებთან, რომ ეს იყო დღესასწაულის ქალი. ქალი, რომელიც ცხოვრობდა დღესასწაულის მოლოდინში, დღესასწაულების ესე იყო მასპინძელი იყო თუ შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ფუფუნების რაც არის ადამიანთა ურთიერთობა, ასეთი საშინელი სიკვდილი დატოვა ეს წუთი სოფელი და ამიტომ ძალიან დიდ სხვაობას აძლევს ის რაც მოხდა სოხუმში და მისი პოეზია. ის იყო ჩემი მეგობრების დედა, მაგრამ მას იმდენად უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ჩვენ ამ ასაკ და სხვაობას კი ვერ ვგრძნობდით. საერთო ნაცნობობა გვქონდა ძალიან დიდი, ახლა სოხუმი ისედაც პატარა ქალაქია. ქალბატონი ეთერი სულ მახსენდება გასყივოცნებული, აი ხიარული, იცით, საოცარი ადამიანი იყო, აი საოცარი ადამიანი, მასთან ვერ მოიწყენდი. ჩვენი შეხვედრები ეს სულ მიმდინარეობდა ხანგრძლივი მუსიკალური ხანგებით. ის თვითონ ძალიან კარგად ღვეროდა, უყვარდა ძალიან რომანსები. ამან განაპირობა ალბათ ჩვენი ტანდემი და ისე მრავალი კომპოზიცია მაქვს მის ლექსებზე შექმნილი. მაგალითად გახსოვდეს ქალი ქალია, მინდვრის ყვავილები და პატარ-პატარა აი მისი პატარა ლექსებიდან მაქვს რაღაც კოლაჟი გაკეთებული. სამი შვილის დედა იყო დედა ჩემი. დიდი ოჯახი ჰქონდა. მამა ძალიან ესეთი მოლხენის კაცი იყო და უამრავი სტუმარი მოდიოდა ჩვენ სახლში და ყველაფერს ამას მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ძალიან ნაზი და ესეთი ძალიან ლამაზი დედა მყავდა მე. დედას მიყავდა იქ ყველაფერი და იცით რა მიყვირს, დედა როდის წერ შენ ამ ლექსებს მეთქი ვეტყოდი ხოლმე და როცა აუცილებლად დაწერდა ლექს, აუცილებლად წამიკითხავდა, აი დამაჯენდა და მე დედიკო, აი ხა მომისმინე რაღაც ლექსი დავწერე. შეიძლება რომ ერთი ლექსი პატარა როჩა, აი ერთხელ წავიდა მოგონება ესა სოხუმში იშვიათად თოვს, იშვიათად და იმ წელს ისე დათოვა დაბარდნილი იყო ყველაფერი, მთელი ის არაქვე ქუჩა და ჩვენ ცხოვრობდით ორჯონიკიძის ქუჩაზე მაშინ. და ამ ქუჩაზე აუცილებლად უნივერსიტეტის სტუდენტებს უნდა გაევლოთ, ეს ცენტრალური ქუჩა იყო. და წავიდა დედა პურზე. რომ მოვიდა რაღაცა 1-10 წუთი არ გასულა და დედიკო, დაჯექი მითხრა რა ხდება? მოდი რა ერთი ლექსი უნდა წაიხლა დავწერო უცბად ცხელ-ცხელიო. აბა დედა მეთქი და თოვლის საბურველი, აი ესეთი სადაურით. თოვლმა თეთრი საბურველი მომახვია ანაზდად. დახეებით თეთრ სამოსში, მიყურებენ რანაზად, მაყვლიანში წინ შემომხვდა, ვაჟი თვალებ მაყვალა გამიღიმა დასახეზე, თოვლის შემომაყარა, უხაროდა, რომ ქალიშვილს ზამთრის მოსვლა მახარა, ალბათ თოვლში ვერ შენიშნა თოვლის ბერიჭაღად. რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა, ქალს გაფრთხილება, მარაბჟამს უნდა.
თორემ შენ ხელში დადნება ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა კალი ოცნების ჟადოქარია ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდად გახსოვდეთ ქალი მაინც ქალია მობერება და ალერსი უნდა თუ გინდღე კონდეთ მარად მზიანი ქალს ნუ ღიმით ფარისეულურად ყველა კალი ლამაზი არის თავისებურად ყველა კალი ლამაზი არის თავისებურად ქალი ყვავილს გავს გიშრის ხალიანს ვისი ღიმილით შენას ექსურდა ქალი სიცოცხლის ნაპერწკალია და რომ არ ჩაქრეს სხვა სითბო უნდა ქალი მზია და არა მყინვარი ქალს ნუ შეხვდებით გარისხებულად ყველა ქალი ხომ ამაყი არის თავისებურად ქალი ფარია ქალი ხმალია შენი მხსნელი და ფარეში მუდა გახსოვდეთ ქალი მაინც ქალია სიყვარული და ალერსი უნდა გახსოვდეთ ქალი მაინც ქალია სიყვარული და ალერსი ზღვა ღელავდა ლილისფერი და ჩვენც მისებრ ვღელავდით და ცვარს ღრი და იფნის ტევრი ფოთლის ველი ხელადით ზღვა ღელავდა და ლურჯ ტალღებს ოდნავ ფერი შეცვლოდა მზედ ცადაწნილ ფერქვრთალ აფრებს ოქროს ისრებს ესროდა ძეწნის ჩრდილში მშვიდად თვლემდა გოგო ღაწვებ ფერადი სიოცისკენ მიაფრენდა თეთრ ნისლს როგორც ხელმანდილს ცას ვერავდა ჩუმი გზნებით თვლემარ პალმის სველ თითებს ჩვენს ლურჯ კენჭებს დავეძებდით ვით დაკარგულ ბეჭდის თვლებს დავკინძავდით ფრთამალ რითმებს მზედ მოხეთქილს გულიდან და თოლია ჩემს გარშემო თითქოს დავლურსული და ფიქრი როგორც ნატორის თვალი შორს გასტყორცნეს ზვირთებმა და გემიდან კაპიტანი თურმე ხელებს გვიქნევდა ახლა სევდას მატებს თებს რომ უცქერ თოვლიანს ნეტავსად ფარბატებს ის ფრთა თეთრი თოლია ქართულ ენას ფლობდა სრულყოფილად არაჩვეულებრივად იყენებდა ლექსწერის ხერხებს არ ახასიათებდა კეკლუცობა კითხველის წინაშე ულამაზესი მეტაფორები ჰქონდა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად ხმარობდა ტროპებს. არ აძლიერებდა არაფერს, უბრალოდ იტყოდა, მაგრამ ისეთი ხიბლი მოყვებოდა ამ სიტყვებს, რომ ყველაფერს კინოკადრის სიზუსტით დაინახავდით. ლამის იმ მინდვრებს, რომელზედაც ლაპარაკობდა, მის სურნელს გაგრძნობინებდა. არ ვაზვიადებ აბსოლუტურად. მე ჩემი განცდებიდან გამოვდივარ, როცა მასზე ვლაპარაკობ. შენ რა იცი, აქ ყვირილა რატომ ყვირის? ან გვირილა ძეცში რატომ იმალება? თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ხო? მაგრამ თელ ტექსტში ეს იყო ისეთი მშვენიერი, ისეთი ენერგეტიკის მომტანი,
რაც მას უეჭველად ჩადებული ქონდა ამ სტრიქონებში. შენც არ მომიკვდე ეს გული აღარასოდეს დამშვიდდეს. შვენიერების კრებული გარდასულ დროთა ყდაში ძევს, ფიქრით ვარ გაფიქრებული, განა სიკვდილი მაშინებს. ბიოგრაფიები მშრალი ფაქტებით იწერება. რამდენიმე ფრაზაში მთელი ცხოვრება უნდა ჩაედიოს. ეთერ სამხარაძე ჭღამაძე დაიბადა 1928 წლის 11 მარტს ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში. 1945 წელს 17 წლისა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობდა, სადაც მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გაიცნო, ანტონ ხუთა ჭღამაძე და მასთან ერთად თავისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირა სოხუმს. 1966 წელს დაამთავრა სოხუმის სახალხო უნივერსიტეტი. 1966 წელს დაისტამბა ეთერ სამხარაძე ჭღამაძის პირველი პოეტური კრებული ალუბლის ტოტი. 48 წელი გაატარა ცნობილმა პოეტმა ქალმა სოხუმში. მოსულ ვარ ქვეყნად ზღაპრულ ფრესკის უცნაურ ფერით, დღეს თუმცა კვალი მამჩნევია გარდასულ ომთა. რამდენჯერ ტყვია გასროლილი მტარვალთა ხელით, გიშრის ნაწნავზე მოშრიალეს, შიგ გულში მომხდა. ეთერი განსაკუთრებული ავტორი იყო და იმაზე მწყდება გული ძალიან, რომ სულ აფხაზეთს უმღეროდა. სულ აფხაზებთან მეგობრობდა და არა მარტო ვისთან არ მეგობრობდა. დიდი სიახლოვე ჰქონდა აფხაზებთან. რამდენი ლექსი აქვს აფხაზებზე. მე აღარ მინდა დაუბრუნდე იმ მტკივნეულ თემას, მრავალი თუნდაც პოლიტიკური გაგებით და სხვა, მაგრამ დღემდე ვერ ვიგებ ვის მოუტრიალდა ხელი, რომ მისთვის ტყვია ესროლა. შენ სალამი აფხაზეთო, საქართველოს თაიგულო, მინდა სულში ნათლად მენთო და სიცოცხლეთ დაგიგულო. შენი ზღვა და მზის ბრდღვიალი ცაზე ვარსკვლავთ განაზება და ცის ცვარი ლორთქო ფოთლებს დაკიდული ალმასებად. შენი მთა და შენი ველი უცხველსაც მოჰგურის ლხენას და მიტომაც გიწოდებენ სილამაზის ცისარტყელას. დღეს აფრსკილის სამშობლოში ხარობს შვილი ამირანის, ხარობს ძმა ძმით და აქ ბედის უმადური არ ვინ არის. შვენის ზეცის სილაჟვარდე აურაცხელ მერცხალთ ბუდეს, გაშლილია სხივთა ბადე თაწმინდიდან ერცახომდე. შორეული დღეთა თალხი ნისლებივით გაგფანტვია და მშრომელი გმირი ხალხის სიბრძნე გულზე გახატია. 100-ჯერ გაქცეს, 100-ჯერ დაქცეს, გაიმართე 100-ჯერ წელში და დღეს მნახველს მზერას დაცებს, ულამაზეს აფსნის ეშხი. არ უკრთოდი სუსხ და ყინვას, იმარჯვებდი მარად მტერზე,
და დღეს ძვირფას თვლებად ბრწყინავ მზის უნაზეს მსუბუქ ფრთებზე დღეს სიმღერის გიდგას ჯერი კვლავ შვენდები და იზრდები სიმღერებად დარჩნენ შენი საარაკო რაინდები სულში შენი მზედა ხვდება გულში შენი მთვარე მორცლობს შენ მეორე დედა ხარ და შენი მკერდი და მელოცოს ეს მხოლოდ ნოსტალგია არ არის. ზღვის პეიზაჟებს ხატავენ ბათუმის სანაპიროზე მხატვრები აფხაზეთიდან. მათ ცნობიერებაში ჩარჩენილი ზღვის პეიზაჟები არასოდეს გახდება დროის იქით დარჩენილი წარსული. ისევე როგორც პოეტის სტრიქონები, აფხაზეთისადმი სიყვარულით და ერთგულებით სავსე. ბოლო დღეები, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა. ეს იყო საშინელება. მე ვიყავ მეხუთე ბატალიონის ახალი კინდრის ასეულის მებრძოლი. წინა ხაზზე იმყოფებოდი ყოველთვის. თუ ვინმე დაიჭრებოდა ბიჭები სამედიცინო განათლება მქონდა სამხედროდან და ვეხმარებოდი. ჩვენი სოფელი ახალი კინდრი ალყაში მოხვდა. სოხუმი აღებული იყო ჟაშვით სექტემბერს. ძალიან გვიტევდნენ. შეუძლებელი იყო რა წინააღმდეგობა გაგეწია. არ ელოდა ქართული მხარე, არ ელოდა რომ უცებ დაიწყებდნენ ისეთ შემოტევას. 15 სექტემბერს მე ჩამოვედი თბილისიდან, ჩემი ქალიშვილი მაშინ გახდა სტუდენტი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის. ხო და მოიყვანე აქ მოვაცილე ქალიშვილი და მეუღლე დავტოვე, მაინც მთელ საქართველოში მაინც კრიმინალური ფონი მაღალი იყო, იქ ომი იყო ჩვენთან და დავბრუნდი თავისთავად. იქ დაბადებული კაცი ვარ, მიყვარს ჩემი ქალაქი და ფიქრობდით რომ ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება აწ. რაღაცაზე მოვილაპარაკეთ. ღამის 3 საათი იყო რომ ჩავახცე სოხუმი და დილით რო გავიღვიძე, გამაღვიძა სროლებმა. ესე იგი იყო артиллерия ისროდა, იყო შორეული კაკანი გუმისტის მხრიდან და დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ნუ გავედით ქალაქში, მთელი ქალაქი არეული და წავიდა, ესე იგი ეს წინააღმდეგობა, უფრო ძირითადად ხალხი იყო შეერაღებული ავტომატებით, მძიმე ტექნიკაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, ხო და ნელ-ნელა მოადგა სოხუმს 27 სექტემბერი. შევარდნაძემ დატოვა იმ პერიოდს, ზუსტად არ მახსოვს 20 ღამე იყო თუ 27 დილა თუ შუადღე, როგორც მთავარსარდალი ეგ იყო, დატოვა იქაურობა გაფრინდა თვითმფრინავით, ეს გაიგო ხალხმა. მანამდეც კიდევ ხალხი რომელიც წავიდა აეროპორტში, შევარდნაძეს პირისპირო შეხვდნენ, ისინი იგონებდნენ და ამბობდნენ რომ აი ნახეთ და გითხრათ დაბრუნდით, დივიზია შემოვან, ლაპარაკი იყო რუსეთის დივიზიაზე, შუაში ჩადგება და არაფერი საშუალება არ არის. ხო, ნუ ეს ასე არ მოხდა. ნუ სამწუხაროდ და საუბედუროდ ბევრმა გენერალმა დატოვა საომარი მოქმედების ზონა და მერე ჯარისკაცს რას ერჩი. ჯარისკაცი არ იწყებს ომს. ომის სხვა სივრცეებში იზერწება. ბრძანება იყო. ბრძანება იყო, უკან დახევის კაცო. ტექნიკა ჩვენ აფხაზეთში იარაღი ჩამოვართეს უყველას. შერიგება მიდისო და იარაღები ჩააბარეთო. ცხონებულმა გენო ადამიანმა თქვა არ ჩააბაროთ, დამალეთ იარაღებიო. ართმევდნენ ჯარისკაცს იარაღებს. როდესაც მეორეჯერ ომი დაიწყო, ეს რომ იარაღი არ ქონებოდა, სად გადაგვივლიდან კაცო. ხალხს იარაღი არ ქონდა ნახევარზე, რითი ბრძოლებდა კაცო. артиллерия ჩვენ არ ყავდა და რაფელი. მთელი აფხაზეთი ეს ახალდაბა გაანადგურეს რა. გაანადგურეს ხალხავდნენ სასაუბრს და გაგრაში ცოტა ცუდი გააკეთეს. ჩვენ მოგვიწია მე უკვე 27 სექტემბერს საღამოს, ჯერ არ ვიცოდით რა მოხდა თავრობის სახლში, უკვე გვითხრეს რომ უნდა
წავიდეთ, დავტოვოთ ქალაქი. ქაოსზე უარესი რამე იყო. საოცარია და სწორედ ამ დროს, ამ საბედისწერო წუთებში, პოეტი ქალი ახერხებს ბარათი დაუწეროს შვილებს. ამ წერილს წერ ღელეში, წყალში ჩამჯდარი, ზემოდან ფოთლები მაყრია, თენდება, ასოებს ძვლის ვარჩევ, ავტომატიანებს დავემალე. ახლა ღელედან ხოხვა-ხოხვით უნდა მივაღწიო ბიჭიკო ბარამია სახლამდე. აგერ გრიშას სახლი იწვის, შუქი აქ მოდის. მე შინი არ დამინახონ. შვილებო, გამაგრდით, მე თქვენ მიყვარხართ. მამასაც ძალიან უყვარდით. არ შეგვირცხვენი ხართ. ხო, აი წერილი რო გამომიტანეს, მართლა ძალიან გამიჭირდა. მეთქი დედა რა, უკვე დედა აღარ იყო ცოცხალი. ხო და მიჭირდა ამის გახსნა. არ გავხსენი ეს, არ გავხსენი და მე ჩემაც გახსნეს და იმდენად მძიმე იყო ამ წერილის შინაარსი, იმდენად რომ მე ესე იგი არ ვიცი, ძალიან გამიჭირდა, როგორც იმ დღეს როცა გავიგე მე რომ დედა აღარ იყო, ისე დღეში ვიყავი, მაშინაც აი წერილის წაკითხვის დროსაც. ამ წერილში ის წერია რომ ჩვენ გვამხნევებდა დედა ნუ გეშინიათ, მაგრამ ეხლა ისე იბომბება სოხუმი, ჩვენს უკან პატარა ღელე ჩადიოდა, მდინარე პატარა ესეთი. და ეხლა მე ვზივარ ღელეში და ჭურვების სინათლე მინათებს და ამ წერილს აქ გწერთ და იბომბება სახლები ჩვენს ირგვლივ და აი ასეთ სიტუაციაში ზივარ ღელეში ჩუმად და საშინელი სიტუაციაა სოხუმში. მე არ ვიცი, ალბათ სანამ ტყვიებს დაახლიდნენ დედა ჩემს, მანამდე ალბათ გულიც გაუსკდებოდა და არ ვიცი, აი ესეთი საშინელი ბოლო ჩვენი ოჯახის. მე იცით რა, ძალიან მეამაყება, რომ ვარ ამ ჩემი მშობლების შვილი. ბატონი ხუტასი და ქალბატონი ეთერის. ჩვენი ოჯახი იყო ისეთი, სადაც იკრიბებოდნენ ჩვენი ქართველი პოეტები, მწერლები, მსახიობები, მოსკოვიდან ჩამოსული მწერლები, მსახიობები. აი ასეთი ოჯახი ჰქონდა, სადაც ყოველთვის აი ესეთი შესანიშნავი ხალხი იკრიბებოდა და ეს ჩვენთვის იყო ყველაზე დიდი ზეიმი და სიხარული, როცა ჩვენს ოჯახში ასეთი ხალხი მოდიოდა. თუ გახყოლი ხარ ბილიქს ნისლიანს, თუ დიდებული ზეცის კურცხალი, ერთგულ მეგობრის ცრემლად გიცვნია, მაშინ მიხოდები სიცოცხლის მიზეზს, რომ ეს დღე სხვა დღეს არ გავსრულიად, რომ შენს უსაზღვრო ფიქრებს და მიზნებს ქვეყნად უაზროდ არ ჩაულია. მაშინ მიხვდები ძგერ და რად გული, ვინ ხარ და რაც თვლი თავს ბედნიერად, თუ რატომ გიყვარს შენი მამული ასე მძაფრად და ასე ძლიერად. წუთისოფელი საით მიმაფრენს წუთისოფლის ეტლი, ფიქრი მის ფრთებს მივანდე და სათქმელიც ვერ ვთქვი, მართლაც რა სიცოცხლე, ზღვაში ერთი წვეთი, გაღიმება ერთი, მერე მოვა სიბერე, ზღაპარივით თეთრი, სამეჯლისო სიმღერებს დაუსვამენ წერტილს, მერე გულიც ჩაქრება, ჰოდა თუ გწამთ ღმერთი, შეაჩერეთ წუთისოფლის ეტლი. აი ეს დედას 60 წლის თავი თეატრში იყო. აი ეს ვასო გოძიაშვილი, დედა სოხუმში სტუმრად იყვნენ ჩვენთან. ევგენი ევტუშენკო, ეს ნელი თარბა, აფხაზი პოეტი და ეს დედა ჩემი. აი ეს არის ფუცუ დგებუაძე ფულარიან, ნელი თარბა და დედა ჩემი. აი გრიშაშვილი, მე
ვაჟა და რეზო ჩემი ძმები. ჩვენი ტელეფონის ნომერი 2-51-33 დღესაც მახსოვს სოხუმის ტელეფონის ნომერი იგივე იყო დარჩენილი და რატომღაც გადავწყვიტეთ რომ დაგვერეკა ჩვენ სახლში. ხო და იმ კაცმა алло с вами разговаривает хозяин дома. Как ишта ჩემი ძმა მეც სულ ესე ამიკანკავდა ყველაფერი და რეზოს ვთხარი არის ნერვიულო და დავდეთ ტელეფონი და გავთიშეთ ის იყო და ეს ეხლა არც დედას სასაფლაო გვაქვს უგლოთ არის დაკარგული არც მამასი და აქ უზოუკლოთ დაკარგულთა სამინისტროში ბატონთან თაცაციასთან გოგისთან რამდენჯერმე ვიყავი და ყველანაირად მითხრა რომ დაგვეხმარება მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ახალი არ არის. შენ საალერსოდ ჩემსკენ ხელებს შლი მე შენს მწველ თვალებს მზერას ვარიდებ უარს ნუ მეტყვი ჩემს იმერეთში სულ ერთი არის უნდა წავიდე უნდა დავეფრქვე კორდებს ღიმილად დავესწრო მწვანედ ბუნების მორთვას აპრილია და ჩემი ყვირილა ალბათ გრანიტის აკვანში შფოთავს დღეს ფეხს აიდგამს და გზით დაღლილი ზღვის ლურჯ ტალღებში იძინებს ხვალ ზეკ ნეტავ რატყვირის იქნებ შეშინდა უცებ მოვარდნილ საყვირის ხმაზე სული სავსეა მზით დაოცნებით მარმაშებს სხივი აშლილ ველებში გაზაფხულია ნუ გაოცდები უნდა წავიდე ჩემს იმერეთში $2013 წლის 19 ოქტომბერს ჭიათურის სოფელ რგანში ეთერ სამხარაძე ჭღამაძის სიმბოლური საფლავი გაითხარა იქ სადაც მისი მშობლებია დაკრძალული სასაფლაოს აფხაზეთიდან ჩამოტანილი მიწა მოაფრქვიეს უვიწყარა ამ ყვავილს იმერეთში ბევრგან ნახავთ ცისფერი ფერის პატარა სიფრიფანა ფურცლებით ჭიათურაში ნინოშვილის ქუჩაზე გაიხსნა ეთერ სამხარაძე ჭღამაძის სახელობის სკვერი რომელსაც უვიწყარა დაარქვეს ეს სახელი რაღაც დაუვიწყებელს ნიშნავს მარად სახსოვარს თავზარდამცემი იყო ამბავი, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი საყვარელი მეგობარი, პოეტი, უმშვენიერესი ქალბატონი ეთერ სამხარაძე ჭღამაძე სოხუმში ვერაგულად დახვრიტეს. ეს იყო განსაკუთრებულად თავზარდამცემი, იმიტომ რომ ის ჩვენი მეგობარი იყო, ჩვენი მიწაწლის ქალბატონი იყო და იმდენად გულსატკენი იყო ეს ამბავი, რომ მე რაღაცა აი უეცრად მომივიდა თავში რომ ლექსი მიმეწყნა ლექსი რომელიც შემდეგ გაზეთ საშევარდნოში დაიბეჭდა და აი ამ ლექსს წაკითხავთ სოხუმი ყაზბეგის ქუჩა აფხაზეთს თურმე აწვიმდა გუშინ და ზღვაში ფოთავდა დარდმორეული სოხუმი ისრად გაჩრილი გულში რა ახლოა და რა შორეული ვერ მოგიტანეთ ტოტები თრიმლის, ვერც საშევარდნოს ლურჯი იები, ვერ დაგადინეთ ლამაზ და სცრემლი, დაჭრილს დაქანცულს ცხელი ტყვიებით, ყაზბეგის ქუჩას ალბათ კვლავ შვენის, ნასათუთარი სახლკარი ეზო, აქ ნავარდობდნენ ერთ დროს ბავშვები, ნანატრი აზა, ვაჟა და რეზო, როგორ გიყვარდა, როგორ იწამე, იქ აფხაზეთი, აქ იმერეთი, ეფერებოდი კუბოს ფიცრამდე, რა ლექსებით და რა სიმღერებით წუხელი სოხუმს თურმე აწვიმდა ფიქრებში ვხედავ შენ სახეს თითქოს მოდის მალულად უცხო ლანდი და
საფლავზე მინდვრის ყვავილებს გიწყობს, ვერ მოგიტანეთ თრიმლის ტოტები და მშობლიური რგანის ვარდები, შენს გამო ჩვენი სული ღონდება, სულ გვეტირები და გვედარდები. დიახ, გვედარდებოდა ჩვენი კუთხიდან გაფრენილი ულამაზესი შვილი, მედარდებოდა. ამიტომაც გამიჩნდა იდეა, რომ მის მშობლიურ ქალაქში, ქალაქის ცენტრში ყოფილიყო ქალბატონი ეთერის სახელობის სკვერი, რომელსაც დავარქმევდით მისი უსაყვარლესი მინდვრის ყვავილის სახელს უიწყარას და ასევე მის მშობლიურ სოფელ რგანში დედმამის საფლავებს შუა ყოფილიყო ქალბატონი ეთერის სიმბოლური საფლავი. ამ სიმბოლურ საფლავთან დაკავშირებით კურთხევის დღეს ვთხოვეთ მის შვილიშვილებს ჩამობრძანებულიყვნენ და მნიშვნელოვანი ფაქტი იყო აქ ყველაზე მეტად ის, რომ ჩვენ გვინდოდა აი ამ საფლავზე მოგვეფრქვია აფხაზეთის სოხუმის მიწა და ეს შევძელით ჩვენი უახლოესი ადამიანის თია პაპავას ესე რომ ვთქვათ გულისხმიერებით ჩამოგვიტანეს ძალიან დიდი, თითქმის ერთი დიდი პარკი აფხაზეთის მიწა. მე მინდა გავიხსენო ერთი სახალისო ეპიზოდი მქონდა ახალგაზრდობაში. ჩემს ყვაწვილ ქალობაში ესე ვიქნებოდი ალბათ 20-21 წლის. ერთ-ერთმა ჩემმა თაყვანისმცემელმა მაჩუქა ლექსების კრებული და გარე გვერდზე მიეწერა თავისი კალიგრაფიით ლექსი მინდვრის ყვავილები. არაჩვეულებრივი ლექსი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ისე მომეწონა ამუხილავ ხელით მოვლილ ყვავილებს სიოსავით ნაზი ქროლვით ჩავივლი. თუ შემთხვევით გულში რამეს გაივლებ, დამაბნიე მკერდზე მინდვრის ყვავილი. მხოლოდ მინდვრის მოვლელი ველური, განა ვინმეს მოვლილ ნასათუთევი. მებაღეო, არ გეგონო გრძნეული, მხოლოდ მათი სურნელებით თუ ვთვრები. რა ვქნა ვეტრფი შენებ თვალებ ცვარიანს, მინდვრად ბედის ანაბარად შთენილი, შენს ბაღში ხომ სხვა ვარდებიც ყვავიან, მერე რამდენ ტრფობას გადარჩენილნი. განა მათი შარიშური არ მიყვარს, მე მათ ახლოს მუდამ გრძალვით ჩავივლი, მაგრამ მაინც თუ ბუნება გამრიყავს, დამაყარეთ გულზე მინდვრის ყვავილი. და მეორე დღეს გადავშალე გაზეთი საბჭოთა აფხაზეთი, ის ყველა ოჯახში იყო გამოწერილი და პირველსავე გვერდზე წერია ქალბატონი ეთერ სამხარაძის ლექსები და მინდვრის ყვავილი. რასაკვირველია, ცოტათი მეწყინა, მაგრამ მე ვხვდები ქალბატონ ეთერს და ყველაფერი მოუყევი, რაც იყო, ისე იხალისა და არც დაუყოვნებია. მახარა ია ჩათვალე რომ ეს ლექსი მე შენ გაჩუქე და შენ მოგიძღვენიო. ასე გიჩუქე ძალით ეს ლექსი და ყოველთვის როდესაც ხვდებოდი მინდვრის ყვავილო როგორ ახარ და იმის შემდეგ დამარ სახელს კი არ მეძახდა, მინდვრის ყვავილს მეძახდა. და ამანაც განაპირობა ამ სიმღერის შექმნა. ამუხილავ ხელით მოვლილ ყვავილებს, სიუსავით ნაზი ქროლვით ჩავივლი, თუ შემთხვევით გულში რამეს გაივლებ, დამაბნიე გულზე მინდვრის ყვავილი. თუ შემთხვევით გულში რამეს გაივლებ, დამაბნიე გულზე მინდვრის ყვავილი. მხოლოდ მინდვრის მოვლელი ველური, განა ვინმეს მოვლილ ნასათუთევი. მებაღეო, არ გეგონო გრძნეული, მხოლოდ
მათი სურნელებით თუთრები მე ბაღეო არ გეგონო გწნეული მხოლოდ მათი სურნელებით თუთრები რა ვქნავეთ ფიშენებ თვალებს ვარიანს მინდვრად ბედის ანაბარად შთენილი შენს ბაღში ხომ სხვა ვარდებიც ყვავიან მერე რამდენ დრფობას გადარჩენილნი განამათი შარიშური არ მიხვარს მე მათ ახლოს მუდამ გრძალვით ჩავივლი მაგრამ მაინც თუ ბუნება გამრიყავს დამაყარეთ გულზე მინდვრის ყვავილი მაგრამ მაინც თუ ბუნება გამრიყავს დამაყარეთ გულზე მინდვრის განავინ მეს მოვლილ ნასა თუთები მე ბაღეო არ გეგონო გრძნეული მხოლოდ მათი სურნელებით თუთრები მაგრამ მაინც თუ ბუნება გამრიყავს დამაყარეთ გულზე მინდვრის ყვავილი მხოლოდ მინდვრის მოვლილი ველური საქართველოს რკინიგზაზე ასეთი მარშრუტი არსებობდა ჭიათურა-სოხუმი 9 საათი უნდებოდა ამ გზის გავლას ამ გზით გაემგზავრა სოხუმს ულამაზესი პოეტი ქალი რომელსაც ჯერ არც ერთი ლექსი არ ჰქონდა დაბეჭდილი სამუდამო ჭრილობად რჩება პოეტისთვის ნასროლი ტყვია ასე იყო იქაც შორეულ გრანადაში როცა ქუჩაში დახვრიტეს ესპანელი პოეტი ლორკა ყველაზე ნაღვლიანი ბედნიერება იყო პოეტი დანარჩენი ყველაფერი მხედველობაში არაა მისაღები თუნდაც სიკვდილი ასე ამბობდა ფედერიკო გარსია ლორკა ვაგლახ ტრისთვისაც თურმე ძმობა გაგიწევია რამდენი გიცქერს ქვეყანაზე მუშტრის თვალებით ჯვარი გწერია იმ თვალთაგან ჯვარი გწერია მაინც რად არის ასე ტკბილი შენზე ოცნება სულ შენ გეკუთვნის თუ რა მტრფობით დამიწერია ქართველი ერის საოცაო და საოცრებავ ჯვარი გწერია საქართველო ჯვარი გწერია